ახლა რომ გითხრა, რომ იესო ქრისტე ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იცოდა კვანტური მექანიკის არსებობის შესახებ და მისი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფრაზა ეს არის სამყაროს ფარული, ჩვენთვის ფარული კანონი, შესაძლოა არ დამიჯერო. მაგრამ ოდესმე თუ დაფიქრებულ ხარ, რატომ იქცევა ნაწილაკი? სხვაგვარად, რატომ იცვლის ქცევას, როცა მას აკვირდებიან? ახლა უკვე ფიზიკაზე ვლაპარაკობთ. ახლა წარმოიდგინე, რომ ეს წესი მუშაობს არა მხოლოდ მეცნიერებაში, არამედ ცხოვრებაშიც და მათ შორის მორალშიც, თქვენს აზრებშიც კი. ბიბლიაში არის ერთი ასეთი ძალიან ცნობილი ფრაზა, ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა იმან ისრულოს. ერთი შეხედვით ეს თითქოს და მორალური მოწოდება. მაგრამ თუ ღრმად ჩავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს უბრალოდ სიტყვები კი არა, რეალობის კანონია. აი, მოდი შევეცადოთ გავერკვეთ. კვანტურ ფიზიკაში არის ერთ-ერთი ძალიან საიდუმლო არა, იდუმალი ფენომენი, რომელსაც ეწოდება დამკვირვებლის პრინციპი. ნაწილაკი იქცევა როგორც ტალღა, როდესაც მას აკვირდებიან. ესე იგი ის ორ ნახრედში, ჭრილში, უბრალოდ გადის ერთდროულად და ქმნის გარკვეულ ინტერფერენციულ ნაყშებს. ნაყში უზორ ამას ნიშნავს. მაგრამ როგორც კი მეცნიერები იწყებენ მისი ტრაექტორიის ფიქსირებას, ნაწილაკი ირჩევს მხოლოდ ერთ ჭრილს. გეგონება იცის, რომ მას აკვირდებიან. თავინიცის, იქნება ჩვენი რეალობა ზუსტად ასე მუშაობს. სანამ ჩვენ რაიმე ნაბიჯს არ ვდგამთ, ჩვენ გვაქვს უთვალავი შესაძლებლობა. მაგრამ როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებთ, სამყარო მას აფიქსირებს და ალბათობას აქცევს ფაქტად. ახლა წარმოიდგინე, რომ ადამიანი, რომელსაც სურს, რომ ქვა ესროლოს, ცნობილ ბიბლიურ სიუჟეტზე მაქვს ლაპარაკი, ჯერჯერობით უცოდველია. მაგრამ როცა ის ქვას დაწვდება, აიღებს, ანუ სასრულად აიღებს, უკვე აღარ არის უცოდველი. იმიტომ რომ მიიღო განსჯის, დასჯის გადაწყვეტილება. ეს გავს კვანტურ კოლაფსს. როგორც კი ჩვენ ვიწყებთ მოქმედებას, ჩვენ ვცვლით ჩვენს რეალობას. გავიმეორებ. როგორც კი ჩვენ ვიწყებთ მოქმედებას, ჩვენ ვცვლით ჩვენს რეალობას. ქრისტე ლაპარაკობდა არა მხოლოდ მორალზე, არამედ
სამყაროს ფუნდამენტურ პრინციპზე. დამკვირვებელი ცვლის, არა დაკვირვება ცვლის დამკვირვებელს. შენ და მეც ჩვენ არ შეგვიძლია გამსაჯოთ ვინმე და დავრჩეთ სუფთანი, უბიწონი. თვითონ განსჯის ფაქტი გვაქცევს უკვე ცოდვილად. ახლა მოდი დავფიქრდეთ, თუ კი თავად დაკვირვების ფაქტი ცვლის რეალობას, მაშასა მე ჩვენი აზრები, შეხედულებები და ქმედებები აყალიბებს სამყაროს ჩვენ გარშემო. აყალიბებს ჩვენს რეალობას ჩვენს გარშემო. იქნებ თვითონ სამყაროა ასე მოწყობილი, რომ სანამ ჩვენ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გვაქვს მრავალრიცხოვანი შესაძლო მომავალი. მაგრამ როგორც კი გზას ავირჩევთ, ყველა დანარჩენი გზა ჩვენი თვალსაჩინარიდან ქრება და ჩვენს სამომავლო სცენარშიც ქრება. და ეს ეხება არა მხოლოდ მეცნიერებას. ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ამ ეფექტს. როდესაც ვაკვირდებით ადამიანს რაღაცა ისეთი მიკერძოებით, ის იწყებს სხვაგვარად მოქმედებას, ანუ სხვაგვარად იქცევა. როდესაც ჩვენ საკუთარ თავში ნაკლოვანებებს ვეძებთ, ეს ნაკლოვანებები ძლიერდება. როდესაც ჩვენ გავსჯით სხვას, ვცვლით არა მხოლოდ განსჯის ობიექტს, არამედ საკუთარ თავსაც. გამოდის, რომ რეალობა ეს არის არა რაღაც ფიქსირებული რეალობა, არამედ ის, რასაც ჩვენ ვქმნით ჩვენი აზრებითა და ქმედებებით და დავამატებ აუცილებლად შესაბამისი განწყობებით. იქნება და ქრისტემ მართლაც ქარაგმულად მიგვანიშნა აი სამყაროს ამგვარ მოწყობაზე. მისი სიტყვები არ არის მხოლოდ მორალის წაკითხვა. ეს გახლავთ ფიზიკის ღრმა დიდი კანონი, რომელსაც მე ვფიქრობ, ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვიგებთ და ვაცნობიერებთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? შესაძლოა ჩვენმა აღქმამ ჩამოაყალიბოს შექმნას ჩვენი რეალობა? დაწერეთ კომენტარში, რას ფიქრობთ. დასასრულისთვის გეტყვით, რომ განსჯა ეს არის კვანტური კოლაფსი. ანუ შენ ცვლი რეალობას, როდესაც მას უყურებ. აკვირდები და როდესაც იღებ გადაწყვეტილებას. მე მგონი მაქსიმალურად ახლოს მოვიტანე თქვენთან სათქმელი, რომელიც ძალიან მინდოდა რომ მეთქვა. ბედნიერებას გისურვებთ, როგორც ყოველთვის.